ერთი საკითხი, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობ დიპლომასტერის მენეჯმენტის ტრენინგებზე, ეს არის სად არის ზღვარი უკონტროლობასა და მიკრომენეჯმენტს შორის. ანუ ჩვენი ტრენინგის მონაწილეები ხშირად არიან როგორც გამოცდილი მენეჯერები, ასევე შედარებით დამწყები მენეჯერები და აუცილებლად ეხება საუბარი თემას, რომ ესე იგი თუ ბევრ კონტროლს განვახორციელებთ, არის რისკი, რომ გადავიდეთ მიკრომენეჯმენტში და მოტივაცია დაუკარგოთ თანამშრომლებს და თუ კონტროლს შევამცირებთ, არის რისკი, რომ თვის ბოლოს და კვარტალის ბოლოს გავიგოთ, რომ საქმე ცუდად არის და აი ამის შორის ბალანსის პოვნა მოკლედ საკმაოდ რთულია ამ ნებისმიერი მენეჯერი დაგვეთანხმება ამ ამბავში. განსაკუთრებით აი ეს კონკრეტული ამბავი, რომელიც მინდა მოგიყვეთ, ეხება ნიკას, რომელიც იყო ვარსკვლავი თანამშრომელი თავის ჯგუფში, გაყიდვების ჯგუფზე არის საუბარი და მოკლედ გამოირჩეოდა ეს ჩვენი ნიკა შედეგიანობით, ადამიანური ურთიერთობები, დამკვეთები ძალიან აფასებდნენ, მენეჯმენტთან რაღაცნაირად კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და როგორც ხდება ხოლმე კარგ ჯანსაღ ორგანიზაციაში, ბოლო-ბოლო მოკლედ დაწინაურების შესაძლებლობა გაჩნდა და ეს ჩვენი ნიკა გახადეს ჯგუფის უფროსი. ეხლა ეს ადამიანი, რომელიც არის კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი, უყვარს თავის კომპანიას და საქმეც არის ზემოტივირებული, დაწინაურება, მოკლედ აღიარებაც არის, დაფასებაც არის, ხელფასიც მოემატა და ასე შემდეგ და მოკლედ უნდა რომ ყველაფერი გაკეთდეს იდეალურად რა. მით უმეტეს რომ თვითონ იყო ვარსკვლავი თანამშრომელი და ზუსტად მაგიტო გამოარჩიეს რომ სხვაზე კარგად აკეთებდა. ანუ ნიკას სჯერა რომ ის როგორც თვითონ აკეთებდა, ისე უნდა გააკეთებინოს სხვებს საქმე და ამიტომ ნიკა იწყებს ესე იგი ჩარევას, ძალიან ინტენსიურ ჩარევას თანამშრომლების საქმეებში. შეეუბნება რომ ყველაფერი მე შემითანხმეთ, შეკითხვებს უსვამს დეტალურს, რომ ესე დაურეკე თუ ისე დაურეკე, დილას მისწერე თუ საღამოს მისწერე, ითხოვს რომ CC-ში ანუ იმეილის ასლში ჩასვან, არ ეთანხმება რაღაცეებს უცვლის თანამშრომლებს ამბავს და მოკლედ პრობლემა შეიქმნა იქ, რომ ეს ჩვენი ნიკა ამბობს, რომ მე რო ველოდი, რომ ამ ჩემი გააცხოველებული ძალისხმევით მოიმატებდა მოტივაცია, რაღაცნაირად მივაღწიე იმ სიტუაციას, მივაღწიე ბრჭყალებში, რომ მოუკლო ხალხმა თითქოს აქტივობას და თითქოს მე მელოდებიან უკვე, ანუ კი არ იღებენ გადაწყვეტილებებს და კი არ მოქმედებენ, არამედ ნიკას ელოდებიან, რომ ნებისმიერი წვრილმანი მას შეუთანხმონ და სამწუხაროდ ეს არის ძალიან გავრცელებული ამბავი ახალი მენეჯერებისთვის და ხანდახან არ ახალი მენეჯერებისთვისაც არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ არსებობს ხალხი, რომლებიც არიან ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და მათ რო დაელაპარაკები, ფიქრობენ, რომ საერთოდ არ შეუძლიათ შეცდომის დაშვება და ხშირ შემთხვევაში ეს კონტროლის გიჟი, control freak არის ზუსტად ადამიანი, რომელიც ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ამის გაფუჭება უნდა პირიქით გაფუჭების ეშინია და მაგიტომ აკეთებს და საბოლოო ჯამში ნიკას რეალობა, როცა ჩვენ ტრენინგზე მოვიდა ნიკა, უკვე მოკლედ სერიოზულ საგონებელში იყო, იმიტომ რომ სულ უფრო მეტი საქმე აქვს ნიკას. ფაქტიურად, ვინც თავისით იღებდა გადაწყვეტილებას, ის თანამშრომლებიც გადმოეწყნენ და ნიკას კართან დგანან და ელოდებიან, რომ შენ გითხარი, როდის დაურეკოთ, როგორ დაურეკოთ, რა ფასი მივცეთ, ფასდაკლება გაუკეთოთ, არ გაუკეთოთ და ნიკა ამბობს, რომ ფაქტიურად ფიქრი შეწყვიტეს და მე მელოდებიან, ხო? თანამშრომლებთანაც როცა ქონდა ნიკას გულახდილი საუბარი, ჩვენ ურჩიეთ, რომ ეს კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო, მოკლედ თანამშრომლებმა უთხრეს, რომ რა ვიცი, შენ მაინც შეგვიცვლი და გადაგვიკეთებ და მაინც არ მოგეწონება ჩემი გაკეთებული და აი ესეც ნახეთ როგორი გულდაწყვეტაა, რომ ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ნიკას ხო ყავს კარგი თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ დაფასდება მათი შრომა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ნიკა მაინც რაღაცა ხარვეს იპოვის და მეც მოყოლია ესეთი მენეჯერები, როგორიც ნიკა, რომელიც აი რა ვიცი, რაც არ უნდა თავი მოგეკლა, მაინც რაღაცა პატარა წერტილმძიმეს გიპოვიდა დოკუმენტში და ეს ძალიან გულდასაწყვეტია და ყველას ყოლიათ ალბათ ეგეთი მენეჯერი, ხო? ეს თემა არის პრაქტიკულად
ძალიან გავრცელებული პრობლემა და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ვიდეოში საუბარი და ჩვენი მენეჯმენტის ტრეინინგის, მენეჯერის, კოუჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ როგორ უნდა გავაკეთოთ კონტროლი, მოკლედ მოუმატო კონტროლს, იქ საქმე გაფუჭდება, მოუკლო კონტროლს, საქმე გაფუჭდება და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მოკლედ წარმოვიდგინოთ, რომ ველაპარაკებით ნიკას და ველაპარაკეთ კიდეც ნამდვილ ნიკას, მაგრამ ეხლა ამ ვიდეოში, ესე იგი, სხვა ნიკებს ველაპარაკები, ასე ვთქვათ, სხვა მენეჯერებს, ვისაც აინტერესებთ ამ შეკითხვაზე პასუხი, ხო? პირველი ძალიან გთხოვთ, რომ დაფიქრდე, რაში გიხდიან ფულს. შენ რაში გიხდიან ფულს? იმაში გიხდიან, რომ შენ მიიღო ყველა გადაწყვეტილება და მთელი გეგმა შენ შეასრულო და ყველაფერი შენ გააკეთო. არა, ჩემო ბატონო, მაგაში არ გიხდიან ფულს. ნიკას უხდიან ფულს როგორც მენეჯერს, ერთი იმაში, რომ შედეგები რა თქმა უნდა შესრულდეს, მაგრამ სხვა ნიკაები, სხვა ვარსკვლავები უნდა ჩამოყალიბდნენ მის ქვეშ და მის გუნდში, ხო? და ვეკითხებით ამ ნიკას, რომ შენ როგორ ჩამოყალიბდი პროფესიონალად და ხშირ შემთხვევაში იცით რას ამბობს ეს პროფესიონალი, რომ რა ვიცი, საქმე იყო გასაკეთებელი, არავინ არაფერს არ მეუბნებოდა, როგორ გამეკეთებინა და ავდექი ავიღე ჩემ თავზე პასუხისმგებლობა და გავაკეთე. ანუ ადამიანს სჭირდება, კარგ ადამიანს სჭირდება თავისუფლება, მათ შორის შეცდომების დაშვების შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს პროფესიონალად და ასე ვთქვათ, ფრთები გაშალოს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ პირველი შეკითხვა არის ფულს რაში გიხდიან და ფულს გიხდიან, რომ შენი გუნდი იყოს უფრო ძლიერი და მაგარი პროფესიონალები გახდნენ და მათ შეასრულონ გეგმები. და არა იმაში, რომ ისინი უფრო ნაკლებად ჩართული იყვნენ, შენ იყო უფრო მეტად ჩართული და შენ შეასრულო გეგმები, ხო? მეორე, ამას ვერ მიაღწევ თუ არ არის ხარისხიანი უკუკავშირი. ანუ აუცილებლად ჭირდებათ ადამიანებს ხარისხიანი უკუკავშირი და უკუკავშირი არ არის მიკრომენეჯმენტი. უკუკავშირი არის, რომ შენ გადაწყვიტე და რასაც გადაწყვიტავ, მე ამ გადაწყვეტილებაზე ჩემ მოსაზრებას გეტყვი, ასე ჯობდა თუ ისე ჯობდა და უკუკავშირს ცალკე სწავლება ჭირდება, მთელი მოდული არის ჩვენ მენეჯმენტის ტრეინინგში, ესე იგი უკუკავშირთან დაკავშირებით და ეხლა აქ არ ჩავუღრმავდებით, ანუ ელაპარაკე, აუხსენი და ასე შემდეგ. შემდეგი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამას ვერ გავასხვავებთ, რომ ჩვენ ნიკას ვეუბნებით, რომ შენ ყველა თანამშრომელი ერთნაირი არ არის. მიუხედავად იმისა, 3 კაციანი ჯგუფი გავარია თუ 23 კაციანი ჯგუფი გავარია, იქ არის 3 კატეგორიის ხალხი და ეს მოსაზრება გასდევს ჩვენ მთელ ტრეინინგს. პირველი არის ვარსკვლავები. ვარსკვლავს ჩვენ ვეძახით იმ ადამიანს, ვინც დაიმსახურა თავისი უფროსის და მენეჯმენტის იმედი და გახდა დასაყრდენი, ვიცით, გვჯერა რომ მოტივირებულია, გვჯერა რომ საქმე უყვარს, გვჯერა რომ საქმე იცის, რა თქმა უნდა შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ თუ რამე გაუფუჭდება ვარსკვლავს, ის გამოასწორებს. ეს არის სხვა კატეგორია, ცალკე კატეგორია და ნიკა სანამ გამენეჯერდებოდა ჩვენ შემთხვევაში იყოს სწორედ ვარსკვლავი თავისი წინა მენეჯერის. ოღონდ ყველა ვარსკვლავი არ არის და შენ როცა ვარსკვლავობიდან დაწინაურდი, გეჩვენება რომ შენ როგორც გესაუბრებოდა უფროსი, ანუ ვარსკვლავს როგორც ესაუბრებოდა უფროსი, ყველას ეგრე უნდა ელაპარაკო და ეს არის დიდი შეცდომა. მოკლედ ვარსკვლავები არის ერთი კატეგორია, ძალიან კარგ შემთხვევაში, ზღაპრულ შემთხვევაში 25% შენი ხალხის იქნებიან ვარსკვლავები და ეს არის მართლა ზღაპრული შედეგი. საშუალო შედეგიანობის ხალხი წარმოადგენს უმეტესობას. ანუ საშუალო შედეგიანობას ესე განვმარტავთ, რომ მეტი შეუძლია, უნდა მოუმატოს, ხო? ანუ აქვს შედეგები, მაგრამ მეტი შედეგები გვინდა ამ ადამიანისგან და ეს არის თქვენი თანამშრომლების, რა ვიცი მე, 70-80%. და მესამე კატეგორია არის ხალხი, რომელიც ძალიან გამოკვეთილად და გასაგებად ცდილობს, რომ დაუძვრეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას, არაფერი არ შეცვალოს, არაფერი არ ისწავლოს და ეს ხალხი ბოლო-ბოლო გასაშვები ხდება, ასე ვთქვათ და მაგ გასაშვებ ხალხზე კიდე ცალკე ვლაპარაკობთ მენეჯმენტის ტრეინინგზე, ძალიან ბევრ დროს და ენერგიას უთმობთ მაგ საკითხს. ამ 3 კატეგორიასთან კონტროლი უნდა იყოს სრულიად განსხვავებული. იმიტომ შემოვიტანე ეს 3 კატეგორია ამ საუბარში. ვარსკვლავებთან გჭირდება შედეგიანობის საზომები, ვარსკვლავების შედეგიანობას უნდა უყურო აი ამ KPI-ებით, გაყიდვების მოცულობა და ასე შემდეგ,
უკუკავშირი დამკვეთების მხრიდან და ამ შემდეგ ახლა ნიკა შემთხვევაში გაყიდვები იყო და ამიტომ უნდა უყუროს ციფრებს, ხო? და ვარსკვლავებთან უკუკავშირი კი არა, ფაქტიურად მოკითხვა ჭირდებათ ვარსკვლავებს, ხო, კარგად ხართ, ლომებო, ესე იგი რამე ხო არის, ვაზნები ხო არ შემოგაკლდათ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ძალიან მსუბუქი, ასე ვთქვათ და მეგობრული და თანაბარი კომუნიკაცია და რაც მთავარია, თვალს ვადევნებთ საზომებს, ასე ვთქვათ, უნდა იზომებოდეს ვარსკვლავის შედეგიანობა და არ უნდა შევაწუხოთ ეს ადამიანი ზედმეტი კომუნიკაციით. ეხლა საშუალო შედეგიანობის ხალხთან, ვისაც აქვს მოსამატებელი, მარტო შედეგის ყურება არ გვიშველის, იმიტომ რომ თვის ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ პრობლემაა, 3 დღე რო დარჩება გეგმის ვერ შესრულებამდე, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ პრობლემაა. ამიტომ საშუალო შედეგიანობის ხალხთან ნიკამ უნდა უყუროს სამოქმედო გეგმებსაც და გზადაგზა რჩევები უნდა მისცეს. ეგ არის უკუკავშირი. რას აპირებ ამ კვირაში, ასე აპირებ თუ ისე აპირებ და ასე შემდეგ. ოღონდ გეგმას აყალიბებს თანამშრომელი, ნიკა უბრუნებს უკუკავშირს. მე გეტყვი როგორ გააკეთო, არასწორია. შენ მითხარი როგორ გააკეთო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანმა თანამშრომელმა თავისი ხელწერა ჩამოაყალიბოს, ხო? რაც შეეხება გასაშვებ ხალხს, პოტენციურად გასაშვებ ხალხს, რომელიც ცდილობს რომ საქმეს დაუძურეს, ასე ვთქვათ, მაგათთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტირებული იყოს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, იმეილით მიწერა მოწერას, ისიც ჩამსვი, ეს არის უკვე მოღრუბლული რეალობა, ასე ვთქვათ, რა, ხო? საბოლოო ჯამში ნიკამ შეცვალა თავის დამოკიდებულება, კონცენტრაცია გააკეთა საშუალო შედეგიანობის ადამიანებთან და მოკლედ საკმაოდ კარგ შედეგებს, საკმაოდ კი არა, ჩემი აზრით ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია მოკლევადაშიც და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო მაგარ შედეგებს მიაღწევს. თუ შენც ხარ მენეჯერი, ან ცდილობ რომ დაწინაურდე ამ მიმართულებით და ასეთ მსგავს პრობლემებს ხშირად აწყდები, შემოგვიერთდი მენეჯერის კოუჩის პროგრამაზე და მიიღე მენეჯმენტის სერტიფიკატი ცოდნის გარდა, რომელსაც ყველა მოწინავე ქართული კომპანია აღიარებს.